მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ქრისტეს მიერ საყვარელო მამანო ძმანო და დანო მაცხოვარმა როდესაც მოწამეებს დაბანა ფერხი უთხრა სიტყვები რომ თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს და კარგად ამბობთ ამ სწორად ამბობს ამე თუ ვარ მოძღვარი თქვენი და მე მოძღვარმა თქვენმა გაჩვენე თქვენ სახე თუ ერთმანეთს როგორ უნდა მოეპყროთო და თუ ამას გააკეთებთ ნეტარი იქნებითო თუ ცნობთ ამასო ანუ ამ ქმედების შინაარს თუ ცნობთ იქნებით ნეტარი და აღასრულებთ მასო ანუ ეს ქმედება მაცხოვრისა შინაარსობრივად მაჩვენებელი იყო რომ მაცხოვარმა მესიამ ძეღთისა დაინდაბლა თავი თვისი და აი ამ სიმდაბრის სახე მან მისცა ადამიანებსაც ერთმანეთში ურთიერთობისათვის და ურთიერთ სიყვარულისათვის რამე თუ სიყვარული სიმდაბრის გარეშე შეუძლებელია იმიტომ რომ დანარჩენ შემთხვევაში თუ სიყვარულს მოაკლდება სიმდაბლე არ იქნება სიმდაბლე ის იქცევა ეგოიზმად და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ ყურადღებას ითხოვდეს იქნება საკუთარი თავის გარდა სხვას ვერაფერს ვერ დაინახავს საკუთარი პრობლემის გარდა სხვა არაფერზე არ იფიქრებს და საყვარელი ადამიანის ცხოვრებას მხოლოდ და მხოლოდ მიიჩნევს საკუთარი თავისთვის სახურებას ხოლო სიყვარული პირიქით მოქმედებს ის ემსახურება საყვარელ ადამიანს ის ამ მომსახურების და სიყვარულის ზომას და წონას არ აფასებს ის როგორც ამბობს მოციქული პავლე თავს არ აღიმაგრებს თავისას არ ეძიებს ყოველივეს მოითმენს ყოველივე უხარის ყოველივეს ტვირთულობს ის არასოდეს არ დაიშლიდება ასეთი არის სიყვარულის ძალა ასეთი არის სიყვარულის სახე და სიმდაბრის გარეშე სიყვარული არ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ეგოიზმია როგორც თქვით ამიტომაც ხდება მე რომ ადამიანები ერთმანეთს სამწუხაროდ ტანჯავენ და აწამებენ იმიტომ რომ თითქოს უყვართ ერთმანეთი მაგრამ სიმდაბლე არ გააჩნიათ და ერთმანეთისაგან ითხოვენ მხოლოდ იმას რაც მათ უნდათ რაც მათ მოსწონს რაც მათ მიაჩნიათ რომ ეს არის კარგი და სწორი სიყვარული ასე არ მოქმედებს სიმდაბლესთან ერთად ის ცდილობს გაახაროს ის მიერ შეყვარებული ადამიანიდან თვითონაც ამითხაროს ასე რომ მაცხოვარმა ჩვენმა მოგცა ეს სახე სიყვარულისა ჭეშმარიტი სიყვარულისა და ვასწავლა ჩვენ რომ სიყვარული სიმდაბრის გარეშე არ არსებობს არის მხოლოდ და მხოლოდ თავის მოთხოვება მეთმა მოგვანიჭოთ ჩვენ ყველას სიმდაბლე და სიყვარული ერთად ამინ ამინ საღამოს შესრულდება 12 ნების სახარება წაკითხვა და მსახურებას დავიწყებ 6 საათზე
ღმერთმა დაგლოცოთ და დავალს ჩვენთან არს ღმერთი.